ტაისიასონაძე 8 წლის. ვსწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ბოქსი, სიმღერა, ცეკვა, კითხვა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. შემონახული მაქვს ერთი მაშინდელი ნახატი გოგო ვასეირნებს ეზოში ძაღლს. ახლა ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონებს, მთებს და ნავებს. ჩემი საყვარელი ფერი არის ოქროსფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ყველაფრის ფარავს არ მომწონს. ჩემთვის ყველაზე რთულია ხიდის დახატვა. ყველაზე ადვილია მთების. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს და სახლში მაქვს 30 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 10 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს გავაკეთებდი სიკეთეს და ღარიბებს მივსცემდი, ან ჩემ მეგობარს მივსცემდი და მე თუ დამჩებოდა ცოტა რამეს ვიყიდდი. მაგალითად ნახატს ვიყიდი, სახლს ვიყიდი, მანქანას ვიყიდი. სადმე წავალ დასასვენებლად აფრიკაში, დუბაიში. მე რო გავიზრდები, ხელფასი მექნება 60,000 ლარი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ვცეკვავ თაწმინდაში. ქართულ ცეკვებზე კიდევ ვდივარ, მაგრამ უფრო მიყვარს ჰიპ-ჰოპი. ძალიან ბევრი ცეკვა ვისწავლე YouTube-დან. მახსოვს პირველი დღე, რომ მივედი თაწმინდაში. მარტო ჩემ მამიდაშვილს ვიცნობდი და ვნერვიულობდი. ჯერ გავიცანი მასწავლებელი და მერე ბავშვები. ახლა შევეჩვიე ქაურობას და ძალიან მომწონს. თავიდან შედარებით გამიჭირდა ცერებზე ასვლა. ყველაზე ადვილი იყო სწორად დგომა. ჩემი ქორეოგრაფია ლელა მასწავლებელი. ის არის თუ გავაბრაზებთ ყვირის. კეთილია, მზრუნველია, გვეფერება, რამე თუ გტკივა გვაჯენს ეგრევე და მხიარულია. ჩემი საყვარელი ცეკვა რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. მინდა კონცერტი მქონდეს, მაგრამ წინასწარ ვნერვიულობ. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს აფრიკაში. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი დედა და მასწავლებლის ძალიან კარგი ბავშვები არიან, სულ მეფერებიან, დაბადების დღე რომ აქვს სულ მოდიან და ძალიან კარგია და ერთგულები არიან. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნინი ქობულაძე. ყველაზე ჭკვიანია მეორე ნინი. ყველაზე ცელქი არის დემეტრე სოლომონიძე. ყველაზე მშვიდია ლილი. მე ვარ ყველაზე ბრანჭია და გონიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ჩინური. საყვარელი მასწავლებელი არის ინეზა ირემაძე. ის არის თბილი, ერთგული, საყვარელი. გაკვეთილს თუ ვაცნენ არ მეჩხუბება. თუ ვერ დავწერე დავალება არ მეჩხუბება და ერთგული და ძალიან კეთილი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პილოტი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 29 წლის, იმიტომ რომ ჩემი და არის 29 წლის. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, დაიკო და კატა. ძალიან ვიყვარს ცხოველები და მყავს სახლში კატა, რომელსაც ქვია კნიდა და არის 4 წლის. კიდე მინდა მყავდეს ბაჭია და კუ. მყავს ძალიან ლამაზი დედა, მაგრამ მე უფრო მგავარ მამას. მამიგო არის სიმპათიური, დაკუნთული, ერთგული, მშრომელი, თბილი და სულ ზრუნავს ჩემზე. დედიკო არის ყველაზე თბილი, ლამაზი, ბრანჭგელა, ცისფერთვალება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მჭარი. მე ყველაზე კარგად გამომდის ბრუტეს გაკეთება. მე ასევე მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის საბავშვო სკივი. მე ამ წიგნმა შემოყვარა კითხვა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ლამაზ თმიან, ქერათმიან გოგოზე. ეს ლამაზი გოგო იქნებოდა
ჩემი მამიდაშვილი მარიამ ბერიძე. მე ასევე მიყვარს ბოქსი, ადრე დავდიოდი კარატეზე და ეხლა დავდივარ ბოქსზე. ბოქსზე იმიტომ მომინდა შესვლა, რომ კარატეზე ასე. ბოქსზე იმიტომ შევედი, თუ ვინმე თუ გამაბრაზებს, თავი დავიცვა. ბევრჯერ მაქვს ნაჩხუბი და კარგად გამომდის. ბიჭს კბილია მოუგდე. რა მოხდა და ბოქსზე ვიყავით და მასწავლებელმა დაგვაბარა, რომ იჩხუბეთ, ერთი მაინტერესებს, როგორ გაკეთებთო და რომ ვიჩხუბეთ 20 თავი ამოვარტყი და მოუგდე კბილი. მაბრაზებდა და მაგას ეგრე მოვხდები. ბოქსზე ვაპირებ სიარულს, სანა 29 წლის არ გავხდები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, არაფერს არ ვისწავლ. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ტაისია რო არ მერქვას, რა მერქმეოდა. მე ტაისია დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მოვსწონს. მაგრამ ტაისია რო არ მერქვას, მერქმეოდა ანასტასია. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიკას და სოფიას. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის აუზიანი სახლი. და რა თქმა უნდა, მანქანა ყვითელი, რომელსაც ზევით ეწევა კარები. ბედნიერება არის ასეთი კარგი დედა რომ ყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.